საახალწლო დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა და ბიუჯეტი განიხილეს თბილისის საკრებულოში. უმრავლესობის დეპუტატები მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელს შეხვდნენ. ია მაქაცარიას განმარტებით 10 დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად ქალაქის ბიუჯეტიდან 1.499.000 ლარი გამოიყოფა. წელს თბილისელების საახალწლო განწყობაზე 700-მდე მუსიკოსი, მსახიობი და შემსრულებელი იზრუნებს. საახალწლო ღონისძიებები თბილისში 25 დეკემბრიდან დაიწყება და 3 იანვრამდე გასტანს. ეს გახლავთ საახალწლო ღონისძიებების მთელი ციკლი, რომელიც 25 დეკემბერს დაიწყება და 3 იანვრამდე გასტანს. საახალწლო ღონისძიებები თავმოყრილი იქნება ვარდების მოედანზე 25 დეკემბრიდან, გალა კონცერტი გაიმართება თავისუფლების მოედანზე 31 დეკემბერს და სრული ბიუჯეტი ამ ღონისძიებების გახლავთ 1.498.000. ეს არ იქნება ერთდღიანი ზეიმი, ეს იქნება 10 დღის განმავლობაში, არის საკმაოდ საინტერესო კონცეფცია, ჩვენს მიერ იქნა მოწონებული და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი ახალი წელი იქნება განსაკუთრებით გამორჩეული.